მოგესალმებით კიდე ერთხელ და გილოცავთ, რომ გამოფენა შედგა და მადლობა ღმერთს. ფორუმიც მიმდინარეობს, მე მგონი კარგად. ეხლა არის საკითხი დისკუსიის საგანი რეალურად არის ძეგლის დადგმის კონკურსების პრობლემატიკა, რომელიც არის ძალიან საჭიროებო საქმე და აბა გიწევთ დისკუსიაში, ასე ვთქვათ რა. დისკუსიაში ჩვენ მონაწილეობთ კომისიის წევრები ვართ, არჩილ ქურდიანი და ხალთუნა კიკვიძე არის ეს მიზანშეწონილობის კომისიის წევრები და მე და თამარ კიკალეიშვილი არის ძეგლების მიღების კომისიის წევრები ვართ, ასე ვთქვათ რა. მოკლედ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ რაღაცნაირად დავინახოთ კონკურსების პრობლემები, ხო, რაღაცნაირად მოდელირება უნდა გავაკეთოთ ამ რა ხდება რა კონკურსზე, ასე ვთქვათ, როგორ შემოდის ინიციატივა, მე როგორ მიზანშეწონილობის კომისია როგორ იღებს ამას და როგორ მე ბრუნდება ჩვენ კომისიაში და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცადოთ ახლა გავყვეთ ამ პროცესს და პროცესში სადაც პრობლემატიკა გამოჩნდება, ის ჩამოვაყალიბოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხს. ესე იგი, ინიციატივა, როდესაც ხდება და მე მიზანშეწონილობის კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქანდაკების დადგმის საკითხზე, მე შემოდის ჩვენთან კომისიაზე, ოღონდ აბსოლუტურად მშრალი ინფორმაცია არის, არაფრის თქმელი, უბრალოდ ნათქვამია, რომ ძეგლი უნდა დაიდგას. შესაბამისად, ეს ძეგლი როგორი უნდა იყოს, რა ზომის უნდა იყოს, რა სახის უნდა იყოს, რა ესთეტიკა უნდა კონდეს. ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი. ანუ რეალურად გვიწევს ჩვენ კომისიას ამაზე თითქოს ეს არ არის განცხადებული და მოწვევით ერთხელ გვიწევენ რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება. მე რჩდება პრობლემები და შესაბამისად გვიწევს კომისიაში რამდენჯერმე სიარული და რეალურად რაღაცა სამუშაოს ვასრულებთ რა, რაც პრინციპში რო ავიღოთ კომისიის წევრების საქმეს არ წარმოადგენს რა, კომისიის წევრების საქმეს წარმოადგენს რაღაც საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ხო, ჩვენ ხედავთ რომ აქ არის პრობლემა, ეს არის რომ ეს საფუძველი არ იქმნება, ასე ვთქვათ. და მე ჩემ აზრს ვიტყვი ამ შემთხვევაში და მე კოლეგები გააგრძელებენ რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ მერია მითანამშრომლოს პროფესიულ ჯგუფებთან, ასოციაციებთან, ვინც ამ საფუძველს შეუქმნის, ასე ვთქვათ რა. და აი ამის წინ ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ხათუნამაც გააგრძელა თემა, ეს ამავე დროს ეხმარება იმ თემასაც, რომ ზოგადად ესეთი რაღაცა ჩანს, რომ დამკვეთი არ არსებობს, ანუ ყველა მომსახურე პერსონალია რაღაცებს აკეთებენ და შედეგი გამოდის არასრულყოფილი და თუ გამოდის კიდე რაღაც წვალებით და რაღაცა პრობლემებით რა. ამიტომ რეალურად ეს პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ არის სამუშაო ფორმატი, არის ასე ვთქვათ, საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებისთვის საჭირო. რა და აი ამ ფორმატში მე ესე ვხედავ, რომ რეალურად დამკვეთი გაჩნდება, ასე ვთქვათ რა. თუ დამკვეთი არ გაჩნდა, ეხა არქიტექტორებიც ვართ, აგერ რაც არ უნდა მოცემულობას ვერ შექმნის არქიტექტორი თუ დამკვეთს არ დაეკითხა და თუ რაღაცა პრინციპებზე არ შეთანხმდა და არც საქმე არ გამოვა, ანუ ბოლოს შედეგს ვერ მივიღებთ თუ დამკვეთი არა და მთელი პროცესის განმავლობაში დამკვეთი არ ჩანს, იმიტომ რომ დანარჩენი დამკვეთის ფუნქციას არ ასრულებს, ასრულებს რაღაც მოვალეობებს, რომელიც არასრულია, ასე ვთქვათ რა. ჩვენი აზრი არის, რომ აი ამ სამუშაო ფორმატში თავიდანვე, როგორც კი ეს აზრი გაჩნდება, რომ დამკვეთი არსებობს, პირველივე ნაბიჯებიდან ჩაერთოს დამკვეთი ამ პროცესში. ანუ რეალურად გაჩნდება რაღაც საზოგადოება, რომელიც პროფესიონალებთან ერთად შეიმუშავებენ ქანდაკების არსს, ასე ვთქვათ, კონკრეტული ქანდაკების როგორი უნდათ ეს რო წარმოიდგინონ ქალაქში, რამხელა, რა ადგილას და ასე შემდეგ. რა მოკლედ აი ეს პირველი ეტაპი და ჩვენ ასოციაცია ვთვლით, რომ გვინდა რომ წარმოადგინოთ ეს მერიას, წარმოადგინოთ, რომ ესეთი რაღაცა წინადადებით შემოვდივართ და თუ დაეთანხმებიან. ის სამუშაო ვთვლით, რომ საერთოდ ჩვეულებრივი ანაზღაურებადი სამუშაო უნდა იყოს, იმიტომ რომ სერიოზული სამუშაოა, იქ ფოტოგრაფია, ყველაფერი საჭიროა, კვლევა და რაღაც.
კომისიაში არის ხოლმე ეგეთი მოსაზრება, რომ მაგალითად მოქანდაკეებს თავისუფლება მიცეთ, რომ თვითონ გადაწყვიტონ ეს ადგილები აერჩიონ. რეალურად რო დავფიქრდეთ, რაღაცნაირად არასწორი გამოდის, იმიტომ რომ ხო, ერთი გენგეგმა მიშოლდა მოქანდაკეებს ხელ არ ეწიფებათ ინფორმაცია არა აქვთ რეალურად კონკრეტულ ადგილზე. არ იციან იქ რა კომუნიკაცია გადის, ანუ რაღაც ადგილს ირჩევს, რომელზეც ხო, შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, შეიძლება საერთოდ რაღაცა ძეგლი იყოს, მაგალითად ეხა გქონდა ბოლო პრაქტიკაში ესეთი, რომ რაღაცა პორტრეტები მივიღეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძეგლზე ვდგავთ ამ პორტრეტებს და ამ ძეგლს თავისი კანონმდებლობა აქვს, რომელიც საერთოდ ხელს არ გაკარებინებს ამ ძეგლს და ნუ პრობლემა გაჩნდა რა, ასე ვთქვათ რა. ამიტომ რეალურად რომ მოქანდაკეს ესეთი სრულყოფილი მთლიანი რაღაც თავისუფლება მივცეთ, მე თან არა ვარ მოწინააღმდეგე რომ თავისუფლება არ მივცეთ, უბრალოდ რაღაცა საბაზისო საბუთი, კვლევის საბუთი უნდა შეიქმნას რა. ეს არის პირველი წინადადება. ჩვენ როგორ გავყვეთ ერთ-ერთი მომეხმარეთ, ამაზე ვიმსჯელოთ თუ ხო? ხო, აი ამაზე ამ თემაზე ვიმსჯელოთ თუ შეიძლება. თამარ იცით რა, დამკვეთის თემას გავაგრძელებ. საერთოდ ჩვენ ყველა ვიცით ამ მიზანშეწონილობის კომისიაზე შემოდის კერძო ან რაღაცა ორგანიზაციის ინიციატივა, რომ უნდათ უმრავლეს შემთხვევაში არის რაღაცა თემატური მაგალითად შემთხვევაში თემატური ძეგლებია, უმეტეს შემთხვევაში მიწღვნითია, რომ ვიღაცის ბიუსტი უნდა დაიდგას, ან ძეგლი უნდა დაიდგას, ან რაღაც მოვლენას უკავშირებენ ამა თუ იმ რაღაცა ასე ვთქვათ ძეგლის დადგმას. მაგრამ თავარი არის ის, რომ აი არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა კულტურაში სამწუხაროდ. რაც არსებობს კულტურის დოკუმენტი არის ძალიან სუსტი და თითქმის არაფერს არ ასახავს. ეხა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ აი ამ პროფესიულ ასოციაციებზე დაყრდნობით ჯერ მოიკულიოს ყველაფერი, რა როგორ არის, რა საჭიროებაა, გავიგეთ ჩვენ ძალიან მძიმე ისტორია გაგვაჩნია და განსაკუთრებულად ბოლო, როგორც წინარე პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი სულ გვიწევს დამოუკიდებლობისთვის და რაღაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და ამ ბევრი გმირიც ყავს და ბევრი გმირობაც გვაქვს ჩადენილი და ბევრი მარცხიც გვაქვს და ესეც. გავიგე რომ ეს ყველაფერი უნდა მეხსიერებაში იყოს კი არა, ეს ჩვენი გენეტიკური ნაწილია, მაგრამ ამდენი მემორიალი ანუ რისთვის იქმნება, არის ისევ და ისევ კერძო ვიღაცის ინტერესი. ეს კერძო ინტერესი აუცილებლად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ დამკვეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა არსებობდეს სახელმწიფოებრივი პოზიციაც. თუ როგორ და რანაირად ვაკეთებთ ეს ყველაზე სენსიტიური თემაა და ამიტომ ამ თემას ყოველთვის დადებითი რეკომენდაცია. შემოდის ხოლმე თემები, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია და მერე იწყება ამის რაღაცა გაპატიოსნება, ესე რომ ვთქვათ. და მერე არა განვიხილოთ ისე, განვიხილოთ ასე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ნოე ჟორდანიას ძეგლის დადგმაზე იყო ლაპარაკი და აღმოჩნდა, რომ იაკობ ნიკოლაძეს აქვს შესრულებული არაჩვეულებრივი სკულპტურული პორტრეტი. და იქნება სკულპტურული პორტრეტი დავდგათ, ჩამოვასხათ, იმიტომ რომ არსებობს მოდელი, არსებობს არაო, გამოაცხადეთ ტენდერი და ხელები და ფეხები გაუკეთეთო. ახლა როდესაც ასეთ დონეზე მიდის მოთხოვნა, თუნდაც დამკვეთის, იქვე უნდა იყოს რაღაცა რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო ინტერესით არის დაცული რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ზოგადად აირჩიოს ადგილი, ლოკაცია, სად დაიდგას და ასე შემდეგ, თან ვერწმუნეთ მით უმეტეს მოქანდაკეებმა და ხელნებაცოდნებმა და არქიტექტორებმა ზუსტად იციან და გრძნობენ ამას, სად შეიძლება რაღაცა დაიდგას და სად არა. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ როდესაც რაღაცა ძეგლი იდგმება, აი აქ უნდა იყოს სწორედ ის გენგეგმა, აქ უნდა იყოს თუნდაც კერძო დეველოპერულ კომპანიებთან რაღაცა კომუნიკაცია, რომ გამოიყოს ადგილები, განისაზღვროს საერთო გეგმარებაში ეს ყველაფერი და მერე უკვე კონკრეტულ ადგილზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეროებნები სადაც გინდა იქ დავდგამ, მე იქნებ მინდა თავისუფლების მოედანზე და იმას რას უზავრაც არის უკვე, ხო? ამიტომ შესაბამისად ლოკაცია უნდა იყოს განსაზღვრული და ეს უნდა იყოს ჩაწერილი ქალაქის საერთო
განვითარების გეგმაში. ეს იქნება урბანული განვითარება, მხატვრული განვითარება, თუ არ ვიცი, ტურისტული, ასე ვთქვათ, მიზნით იქნება, ბიზნეს მიზნით იქნება, თუ როგორც არ უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული ერთი გეგმა, რომელსაც მისდევს ქალაქი და წეღან ვიღაცამ თქვა, რომ რაღაცა შეხო ქალაქი გარეთ უნდა განაშენიანდეს, ანუ გაიზარდოს ფართობით ქალაქი და არა მართლა ჩაეკუჭოს შენობები ერთმანეთში, სადაც კიდე რაღაცა სკულპტურის ჩამატება იმ თავითვე აბსოლუტურად არაორგანულს ხდის იმ გარემოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ დამკვეთის იდეას უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ადგილი და კონკრეტული მოთხოვნილება, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს. ეს არის ქალაქის ინტერესშიც და ზოგადად ქვეყნის ინტერესშიც. კი ბატონო. კაი მაგალითი ეს ხო შორის აი რეკონსტრუქცია რამდენი პარკის გაკეთდა ახლა ქალაქში და არსად გათვალისწინებული არ არის არანაირი ქანდაკება და არანაირი მცირე ფორმა რაღაცას. ანუ აზრათაც არა აქვს ჯერ სახელმწიფოს ეს და ამიტომ ჩვენი მხრიდან არის შესათავაზებელი ეს თემა. მე ორ სიტყვას დავამატებ თქვენის ნებართვით. ნუ ჯერ ერთი ჩვენ ახლა მე პირადად 4 წელია კომისიაში ვარ და ძალიან ხშირად ყოფილა რომ ნუ კომისიის მიმართ რა თქმა უნდა ხელოვანებს აქვს რაღაც გარკვეული პრეტენზიები და აბსოლუტურად მართალი, მაგრამ ჩვენც ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ახლა რომ ჩვენ გაგიზიაროთ ყველა ის პრობლემა რასაც ჩვენ ვაწყდებით შეძლებს დაგვარად თქვენი ინტერესების დასაცავად, მოქანდაკეების ინტერესების, საზოგადოების ინტერესების დასაცავად ვცდილობთ რომ რაღაცა გავაკეთოთ იმ კომისიაზე, მაგრამ ასე ვთქვათ არა გვაქვს ამის საშუალება და ეხლა იმიტომ შევიკრიბეთ რომ თქვენ ეს გაგიზიაროთ, თქვენი აზრი მოვისმინოთ, შევაჯეროთ და ჩვენი ხელისუფლების იმ ორგანოების კერძოდ ეხლა მერიის წინაშე წარვადგენოთ ეს პრობლემები და ჩვენი შემოთავაზება რა გავაკეთოთ. ეს არის ჩემი პირადად ჩემი აზრი, რატო ვართ ეხლა დღეს აქ. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი პროცესს. გელამ ძალიან სწორედ გახსნა ის პრობლემა, რაც არის წინა კვლევა, წინა ქანდაკების დადგმის წინა კვლევა. ანუ ჩვენ არქიტექტორები როცა გვავალებენ, რომ აი თქვა გვინდა ამ და ამ ადგილას, გვინდა ავაშენოთ უნივერმაგის სიტყვაზე, ხო? ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ბევრ ფურცლიან კვლევას, ისტორიულ კვლევას, იქ რა არის, გვერდზე რა არის, მაღლა რა არის, ქვემოთ რა არის. შემდეგ ვაკეთებთ ესკიზს. ვაკეთებთ ესკიზს, ქანდაკების ესკიზს კი არა. ცხვირს და ყურს კი არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ კუბიკს. ანუ ის უნდა იყოს დაბალი და ბრტყელი, ის უნდა იყოს მაღალი, ვიწრო თუ რა უნდა იყოს. ზუსტად იგივე სიტუაცია უნდა იყოს აქ. ანუ თუ არის დაკვეთა და გელამ სწორედად თქვა რომ მერია არ არის დამკვეთა. მერია არის ერთ-ერთი შემსრულებელი ზვინო როგორ არის ორგანიზატორი. ხო, რგოლი ერთ-ერთი შემსრულებელი რგოლი. ანუ საზოგადოება ჩამოყალიბდა და დამწიფდა იმისთვის, რომ რაღაცა დაიდგას ქანდაკება სადღაც. და ამას ავალებს მერიას. მერიამ უნდა იმუშაოს ამასთან დაკავშირებით და უკვე დაავალოს იმათ, ვისაც ეს ხელეწიფება. იგივე მოქანდაკეს, იგივე სხვა რგოლს, რომელმაც უნდა მოქანდაკესთვის წინასწარ კვლევა გააკეთოს. ანუ კვლევაში უნდა დაიწეროს, ან რაღაცა ჩამოყალიბდეს, ეს უნდა იყოს ფეხზე დამდგარი 7 მეტრიანი ქანდაკება თუ უნდა იყოს პატარა პორტრეტი. ალბათ მოქანდაკეებთან ასე ვთქვათ კონსოლიდირებით, მოქანდაკეების ჩართულობით, იმიტომ რომ ვერც ერთი სპეციალისტი მარტო ვერ იზამს. აქ უნდა იყოს მოქანდაკე, უნდა იყოს არქიტექტორი, უნდა იყოს ურბანისტი, ის ხელოვნებაცოდნე, ისტორიკოსი და ასე შემდეგ. და ამას ყველაფერს მერია ვერ გააკეთებს. მაგის საშუალება არ აქვს და სწორედ იმიტომ არის რომ 7 ჯერ და 10 ჯერ გამოვა კომისიაზე რომ ჩვენ მოვდივართ რაღაცას ვიტყვით, მე ისინი ჩაასწორებენ თავის მოცემულობაში, მე ისე მივდივართ და არის აი ეს რუტინული სამუშაო და აღარ ეღირსება ამ და საბოლოო ჯამში რა დგება კაცმა არ იცის უკვე. ამიტომ ალბათ რომ ასოციაციამ თავის თავზე აიღოს ეგ თემა რომ აი ეს კვლევის საგანი და წინასწარი მომზადება გააკეთოს, ალბათ იქნება ყველაზე სწორი. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და შემდეგ უკვე დაიდოს მოცემულობა რომ აი აქ უნდა დადგეს პორტრეტი. ესეთი. ის უკვე მე მოქანდაკეები თავის შემოქმედებითი, თავისი ინტელექტის გამომჟღავნებით უკვე გააკეთებენ შესანიშნავ რაღაცას. თორე როდესაც მოქანდაკე რაღაცას გააკეთებს, მე ეტყვიან არა, აქ კანალიზაციის ლუკია, მოდი იქით გავწიოთ, მოდი აქეთ გავწიოთ. კომპოზიცია ირღვევა, ესკიზი გაკეთებულია, ნახევრად ჩამოსხმულია, ის ვეღარაცვლის და მე მოქანდაკეც უკმაყოფილოა, იმიტომ რომ გაუფუჭეს ქანდაკება. მე ესეთი აზრი, მე მგონი მოქანდაკეები, მე მგონი დამეთანხმებიან აბსოლუტურად და დროშის იწელება და საზოგადოება უკმაყოფილოა,
ხელს იშვერენ მოქანდაკის მიმართ, კომისიის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ალბათ ესე უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ კომისია უნდა მოდიოდეს და ჩამოყალიბებულ ესკიზურ კვლევას საფუძველზე თქვას რომ კი ბატონო ეს დავდგათ აქ. შემდეგ კომისია უკვე მუშაობს ძალკე ის აი გადავცემ ხატს. კიდევ ერთი თემაა რა აქ ბევრი თქვა რაღაცა პარკებზე რაღაცა ადგილები გამოიყოს თქვა ლოკაციები სკულპტურებისთვის და ამაზე იყოს ნაფიქრი და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში ძალიან მისასალმებელია ის რაც ხდება რომ მართლა მწვანე ნარგავები მოემატა ქალაქს ცალსახად. მაგრამ ეს არის გამწვანება. ეს არ არის თუნდაც ლანდშაფტური დიზაინი. აი ესეც არის სკულპტურის ნაწილი. ეხლა წეღარ რასაც ლაპარაკობდი ხო? რომ უნდა იყოს თქვა სკულპტურული პორტრეტი იყოს, ბიუსტი იყოს, ანუ არ ვიცი რა მონუმენტური სკულპტურა, ფიგურატიული გამოსახულება. ყველაფერი შეიძლება გახდეს მხატვრულ სივრცული ობიექტი. მათ შორის იმ გამწვანებაშიც ეკოდიზაინი არსებობს და 1000 რაღაცები არსებობს. ამიტომ სკულპტურაზე, როდესაც ვლაპარაკობ, ძალიან ხშირად არის სტერეოტიპი, რომ ეს არის ფიგურატიული გამოსახულება. ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. როგორც თემატურ კონკურსებზე რომ მიდიან, ისე რა თქმა უნდა მემორიალურზე, ვიღაცა პიროვნებასადმი მიწვრილზე და ასე შემდეგ. ამიტომ იმთავითვე ქალაქმა უნდა განსაზღვროს, სად ჭირდება სკულპტურული პორტრეტი და სად ჭირდება ლამაზი იკებანა. მაგალითად, აი ერთი კარგი მაგალითია, თუმცა რაღაცნაირად ჩაიკარგა საბაგირო რო არის რიყიდან საბაგირო რო არა რიყიდან საბაგირო იქ დგას დავით მონავარდისაშვილის დეკორატიული ხე ძალიან ლამაზია ესეთი აბსოლუტურად დეკორატიული ეს არის ძალიან ლამაზი სკულპტურაა და რაღაცა კარგ სილუეტს ქმნის იმ საერთო ემაში აი ამ პროექტის ყველაზე დიდი ესე თქვა დაწუნება ერთი მომენტი იყო ის რომ ეხა ხეს ვინ დგამს და რატო არ დგამ ანუ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ქანდაკებისადმი დამოკიდებულებაც არის ცოტა სტერეოტიპული რა. მომდინარე როგორც ჩანს მაინც ცოტა წარსული ტრადიციებიდან რა. მოგესალმებით. მე წარმოვადგენ დღეს დიზაინერთა კავშირს, ვარ მისი ხელმძღვანელი, თავად არქიტექტორ დიზაინერი. პირად ჩემ აზრს გეტყვით და ასევე ჩვენი კავშირის სხვა არქიტექტორ დიზაინერების ჩვენი შეკრების მიზანი როგორც თქვით უკვე არის ის რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს როგორც მონაწილეები ამ კომისიის და ჩამოგითვლით და მსჯელობთ იმაზე იმ პრობლემებზე რომლებიც ჩვენ დავინახეთ დღემდე და რაცაც თვლით რომ უნდა გამოსწორდეს და ასევე ველოდებით თქვენგან თუ რა მოისურვებდით რომ თუნდაც აი იმაზეც ვისაუბრებ რაც თქვენ თქვით მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რაც არის რატომ გვიხანგრძლივდება თვითონ ეს თითოეული კონკურსი იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის მონაწილე მსურველი და ვინც არის მათი ხარისხი ხანდახან არის ხოლმე მიუღებელი ან ძალიან ბევრ დამუშავებას მოითხოვს ხოლმე ამიტომ ჩვენ კითხვა გვიჩნდება მე როგორც არა მოქანდაკე ვერ ვიტყვი არის თუ არა კონკრეტულად პრობლემა სფეროში გეტყვით დავასრულებ წინადადებას და გამეცით პასუხი არის თუ არა ზოგადად სფეროში პრობლემა ანუ მაგალითად მასალები ღირსძვირი ან ასე შემდეგ ეს თქვენ უფრო გეცოდინებათ თუ არის პრობლემა მაგალითად კონკურსების მიმართ ნდობაში ან რაიმე პირობები გვჭირდება იმისთვის რომ მეტმა მოქანდაკემ მიიღოს მოწოება ანუ მე მაქვს კითხვა პრობლემა არის სფეროში და ამიტომ არ გვაქვს საინტერესო ქანდაკებები კონკურსებში ძალიან დიდი ბოდიში პირადად არავინ არ მიიღოს მაგრამ რახან აქ ვარ მინდა რომ ეს თქვა თუ რაიმე გზები არსებობს რაც ჩვენ შეიძლება ჩვენ ჩათვალეთ რომ ვართ ანუ რგოლი რომელმაც შეიძლება ინფორმაცია მივიტანოთ იმ ორგანომდე რომელმაც რაღაც შეიძლება შეცვალოს ძალიან კარგია რომ ეს ნება არსებობს ხომ ჩვენ ხმას ისმენენ ამიტომ თქვენ ჩათვალეთ რომ აი ეს საკითხი
კონკრეტულად რატომ რა მიზეზები შეიძლება იყოს რომ არ იღებთ მონაწილეობას ან რა სისურვებდით რომ უკეთესი პირობები გქონოდეთ ეს ერთი საკითხი და ის რაზეც ისაუბრეს უკვე ჩემო კოლეგებმა აღარ განვავრცობ ერთ-ერთი პრობლემა რომელსაც ჩვენ ვხედავთ რომელიც იქმნება ხოლმე ნამდვილად არის ის რომ ქანდაკება ჩემი აზრით როგორც შენობა როგორც არქიტექტორმა რო წარმოვიდგინო არ იწყება კონკრეტული პროექტიდან იწყება ადგილიდან ანუ ხანდახან რომ მიკვეთავენ ფოტოებს მიგზავნიან ხოლმე მაგალითად პროექტი ანუ ტერიტორიის და ანუ ვას ფიქრობ თუ არ ვნახე თუ არ ვიგრძენი სივრცე თუ არ საიდან რას და მე როგორც არქიტექტორი მსჯელობ ხდებით ალბათ დაახლოებით იგივეა მოქანდაკისათვის ხომ საიდან რა ჩანს რომელ მხარეს უნდა გავაკეთო აქცენტი რომ შემოვალ შენობაში რას დავინახავ პირველს ანუ ეს ყველაფერი არის ჯერ ადგილიდან და ამიტომ ჩვენ ასოციაციებმა თქვენმა დიზაინერთა კავშირმა და სხვა ასოციაციებმა რომლებიც არიან ამ კომისიაში ვფიქრობ რომ უნდა შევადგინოთ რაღაც მოსაზრება იმის შესახებ რომ უნდა გაკეთდეს გენგეგმასავით ანუ მოინიშნოს ადგილები სადაც ვფიქრობთ რომ უნდა განთავსდეს ქანდაკებები ეს მოინიშნოს რა თქმა უნდა კვლევის საფუძველზე ასევე უნდა მიეთითოს დაახლოებით მოცულობა რა დაახლოებით თემა და ამის მიხედვით გამოცხადდეს ხოლმე კონკურსები თემატურად და კონკრეტული ადგილისთვის. მოქანდაკეებსაც გაუმარტივდებათ თვითონ იდეას ასჯერ არ გადააკეთებენ ხომ, რაც გვიწევს ახლა და ძალიან ცუდია და უფრო გაიაზრებენ ალბათ რა უნდა შემოგთავაზონ. მაგრამ ამას რა თქმა უნდა რა საჭიროება კვლევებს და როგორ უნდა შემუშავდეს, დამუშავდეს და ის რაც თქვენ თქვით, ანუ თავისუფალი დაუშვათ ვინც უკვე კონკრეტული იდეით მოთხოვნით, ესეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სულ ასე არ უნდა იყოს ჩემი აზრით, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს დიახ, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს რაღაც გენგეგმა და კარგი იქნება თუ აი ამას ჩამოვაყალიბებთ და ასოციაციის სახელით შევთავაზებთ მერიას, რომ საიდან უნდა დავიწყოთ, ჩემი აზრით უნდა დავიწყოთ აქედან, რომ გავაკეთოთ გენგეგმა, რა თქმა უნდა კონკრეტული კვლევების შედეგად და უკვე ვიცოდეთ სად რა თემის, რა მოცულობის და მე უკვე მივცეთ თავისუფლება მოქანდაკეს. პირველ რიგში ჩვენ ამ პრობლემას ვხედავთ და მეორე რაც თქვი, აი ეს პრობლემა კონკრეტულად ქანდაკებამდე ეს თემა რო გავაგრძელო, ხო შეიძლება? რაი თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. რატომ გვაქვს ეს პრობლემა? აი წარმოიდგინეთ, ძალიან გულდასაწყვეტია ძალიან ბევრ სფეროში შეიძლება ეს თანხები რაც გამოყოფილი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ თუნდაც თავის თავს როდესაც რო ფარავდეს, ეხლა ჩვენ რეალობაში, ხო? მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს სწორი, რა თქმა უნდა არ არის სწორი, მაგრამ ნუ რეალობა ასეთი გვაქვს. თითოეული ხელოვანისთვის ვფიქრობ, რომ ქალაქში მისი ნამუშევარი როდესაც დგას და ეს წლები და საუკუნეები შეიძლება იყოს, ხო? მე მგონია, რომ ძალიან დიდი საქმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის და აი ძალიან კარგია რომ ჩაერთვებით რომ ერთ-ერთი მიზეზი მართლა მაინტერესებს ანუ რამოდენიმეჯერ გადაგვედება ხოლმე იმიტომ რომ ვერ ვარჩევთ იმიტომ კი არა რომ ბევრი კარგია იმიტომ რომ არ არის კი ვიტყვი თუ შეიძლება რავი ეს ამ აზრსაც რომ დავაფიქსირებთ ამ პრობლემებსაც რომ ვიტყვი დასაწყისში მინდა ვთქვა რომ ჩემი სუბიექტური აზრია და ჩემი თვალით არის დანახული და შეიძლება ვიღაცები არც დამეთანხმონ ამ თემაზე და რა ვიცი არც მაგაზია პრობლემა განვიხილოთ ეს თემა. პირველი საიდანაც დავიწყებდი პრობლემატიკაზე საუბარს კონკურსებთან დაკავშირებით ეს არის ინფორმაცია რომ ეს კონკურსი ტარდება და არსებობს ესეთი კონკურსი. ძალიან ხშირად მქონია ეგეთ შემთხვევა და ჩემს გარშემოც ბევრ მოქანდაკეს მქონია მსგავსი პრობლემა რომ კონკურსის არსებობის შესახებ გაგვიგია რაღაცა აი ყურით მოტანილი აკადემიაში როცა სტუდენტები ვიყავით და ისევ აკადემიის იმეებისგან რა ქვია პედაგოგებისგან და სტუდენტებისგან რომ რაღაც კონკურსი არსებობს და შეგვიძლია რომ მონაწილეობა მივიღოთ და ეს კონკურსი გამოცხადდა რაღაცა დროის წინ და აი დარჩენილია რაღაცა მოკლე დრო და ხშირ შემთხვევაში ბევრმა მოქანდაკემ არც იცის საერთოდ კონკურსის არსებობის შესახებ. არ ვიცი ვინმე არსებობს ვინმე გუნდი რომელიც მუშაობს რომ ეს გავრცელდეს ეს ხმა და მივიდეს მოქანდაკეების ყურამდე რომ რაღაც ესა თუ ის კონკურსი არსებობს
თუ არ არსებობს ესეთი გუნდი და არავინ არ უწევს ამას ორგანიზებას, ეგ არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი პრობლემას შევხვედრილ ვართ. პირველი ეგრე ესე იყო, ჩემი სტუდენტობის დროსაც ასე იყო. კი და აი სხვათა შორის აი ეგ რაც გასული კონკურსით მოვხდი პირველად საფრანგეთში. კი ბატონო, აი ისე გავიგე და გამოცხადდა, რომ უკვე დრო იყო გასული, მაგრამ მაინც მივიღე მონაწილეობა. კი ბატონო, მოვხდი. რასაც ამბობთ, რომ რატო არის ესეთი რეალობა, რომ ძალიან ცოტა ნამუშევარია და აი ძალიან დიდი წილი არის მაგის ბრალი, რომ მონაწილეობას ვერ იღებენ, ინფორმაციას ვერ იღებენ დროულად. ხო, ინფორმაციის არ ქონის პრობლემა. ინფორმაციის არ ქონა, ეგ პირველი. მეორე, რაც რა ვიცი, ალბათ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ცხადდება ხოლმე კონკურსი და ბიუჯეტი როგორც საჰონორარო და ასევე როგორც საშემსრულებლო რა, როგორც მოქანდაკეს უნდა გადაეცეს რაღაც ჰონორარი ესკიზისთვის და ასევე რაღაცა ბიუჯეტია გამოყოფილი ამის შესასრულებლად, ისეთი დაბალი არის ხოლმე, რომ აი რაღაცა კლასიკურ მასალაში შესრულებაზე ლაპარაკით ზედმეტი არის ხოლმე რა, ანუ რომ ბრინჯაოში ჩამოვასხათ რაღაც ფიგურა ან ქვაში გაითალოს დროც ის აი მთელი კონკურსი ისე არის ხოლმე დაგეგმილი, რომ თითქოს აი უკვე მზად უნდა მქონდეს ქანდაკება და უკვე გაკეთებული თუ მექნება, აი მაშინ მაქვს შანსი რომ დავდგა. ასევე კიდე დიდი პრობლემა არის უშუალოდ კონკურსზე წარდგენასთან დაკავშირებით, მოქანდაკეებს რომელთაც ყველას არ აქვს თან მაგის საშუალება და სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოგი მოქანდაკე მაგას ახერხებს და კარგია ეხა ყველა რომ ახერხებდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრს არ აქვს მაგის საშუალება, რომ ის მოთხოვნები რაც პრეზენტაციაზე არის წარსადგენი, რაღაც ვიზუალური ესე რა ფოტომასალა, რაღაცა მაკეტის შესრულება, რაღაცა ყველა ვერ აკმაყოფილებს ხოლმე რა მაგ იმას. მე მაგალითად პირადად მქონდა ეგეთი პრობლემა უნივერსიტეტში ერთ-ერთ ბიუსთან დაკავშირებით თითქოს ისეთი ის მრჩებოდა რა შტაბეჭდილება რომ მიმქონდა ეს ჩემი ესკიზი წარსადგენად რომ იმას მექნა რა მიმეღო მონაწილეობა და თითქოს პრობლემას ხელოვნურად თითქოს მიქმნიდნენ რომ აი შენ არ გაქვს ფოტო იმაზე რა ქვია პრეზენტაცია გაკეთებული სათანადოდ არ არის ფოტომასალა წარმოდგენილი რაღაცის შენი ესკიზის ფოტოშოპში უნდა გააკეთო ჩასვა მოიტანო რაღაც ელექტრონული სახით უნდა მოიტანო. ანუ ეს პირველ ნაწილს ეხება, ანუ ინფორმაცია თუ სრულყოფილად გექნებათ დროულად მოწოდებული შესაბამისად კი ბატონო, ეგეც პირველ ნაწილსაც ეხება და ასევე რაღაცა ჯგუფი რომ მუშაობდეს რომ აი ეს მოქანდაკეს არ გადააბარო ამის პრეზენტაცია რა და მოქანდაკეს არ გადააბარო ამის თავის მობმა ასე ვთქვათ ისედაც თვითონ აბავს თავს იმას რომ რაღაცა მხატვრული ღირებულება უნდა შექმნას რაც არის უშუალოდ მისი როგორც მოქანდაკის ვალდებულება რომ გააკეთოს რა ქვია თქვენ იძახით საპროექტო ნაწილს წასაგეს კი ბატონო აი მე მჭირდა მე იმ მაქვს ფუფუნება ეხა და რაღაც ბიძაშვილები მყავს არქიტექტორები და შემილია მივიდე მასთან გავაკეთებ ხოვო გავაკეთებინო და მიკეთებენ ამ პრეზენტაციას ვაკეთებ მე ვახერხებ მაგრამ ყველას არა აქვს თქვენ როგორ გაქვთ წარმოდგენილი აი მაგს დოკუმენტების გარეშე როგორ შეიძლება ჩვენ მივიღოთ გეტყვით აი კი ბატონო აი მგონია რომ რაღაცა ჯგუფი უნდა მუშაობდეს რომელსაც თან შენს ესკიზს და დაელაპარაკები აუხსნი აი აქ მინდა ესე მაქვს წარმოდგენილი და ძალიან მარტივად ეგ ხა ხო რაღაცა საოცარი შრომა არ არის მაგის გაკეთება რომ რაღაცა ფოტომონტაჟი გაკეთდეს იმაში ამაშუკელმა ხო არ გააკეთა ფოტოშოპით ხო არ ჩასვა იქ ვახტანგ გოგასალი და სასწავლო კი ანუ რაღაცა ჯგუფი არსებობდეს რომელიც აი უშუალოდ ამ ორგანიზაციულ საკითხებს ამ კონკურსის თავის თავზე აიღებდა და მოქანდაკე სკულპტურის შესრულებას ქანდაკების ესკიზს წარადგენდა და დანარჩენს ეს ჯგუფი აიღებდა საკუთარ თავზე. შემიძლია გავაგრძელო კიდე ერთ სიტყვას გეტყვი თუ შეიძლება დავამატებ. მაგაზე პასუხი მინდა ორი სიტყვა პასუხს გაქვს ორ სიტყვით რა. ესე იგი, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ იყო აბსოლუტური ინფორმაციული ვაკუუმი ხოლმე ამ კონკურსებზე, კაციშვილმა არაფერი არ იცოდა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ აი ამ ბოლო ხანებში რაც თასა ჩაერთო აქტიურად ამ თემაზე, თასას გააჩნია გარკვეული
იმეილები, ტელეფონები, მოქანდაკეები, ზავი რამდენი ასეულია, ხო, იქ არ ვიცი რამდენი არის, ზუსტად ალბათ ლევანი უფრო იტყვის. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი რაღაცას იგებს თასა, რომ ეგეთი ცხადდება და ჩვენ ორი კომისიის წევრები თასას წარმომადგენლები ვართ ორივეში და თუ რაღაცა გავიგეთ, ან ისედაც თუ რამე გავიგეთ, აუცილებლად ხდება ამ ინფორმაციის გაჟღერება ამ მიმართულებით. ეს ერთი და ალბათ ეს უფრო აქტიურად მოხდება, ეს ერთი. კი, უნდა მოხდეს და თუ მოხდება, თქვენი საკომუნიკაციო საკონტაქტო ინფორმაციაც მიაწოდეთ თასას სამდივნოს და ჩაიწერება და ეს პრობლემა არ არის, ეს ერთი. მეორე რაც ხო, ნუ საიტი ეცოდინებთ ახალგაზრდები არიან, ინტერნეტი იციან რა არის, პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება მეორე თემას, რომ თქვენ ბიძაშვილები ყავთ, იმათ გააკეთებინეთ ასე შემდეგ. აბსოლუტურად მართალი ხართ რა. მოქანდაკე არ უნდა დარბოდეს აი ამ კვლევის თემაზე. ამისთვის უნდა არსებობდეს მუშა ჯგუფი და მე პირადად ამას ვხედავ სწორედ თასაში, რომ თასასთან მიმაგრებული ან თასას ჩამოყალიბებული ან თასას მიერ დაქირავებული, არ ვიცი ეს ფორმა როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს რაღაცა ჯგუფი, რომელსაც მოქანდაკე მოვა და იტყვის, რომ აი პატუცებულო თასა, მიხედე გადაეცი შენ ჯგუფს სამუშაოდ, მე ვღებულობ მონაწილეობას ამაში, მომიმზადეთ კვლევის მასალები. შეიძლება ისე მოხდეს, რომ თასას 10 წევრი ღებულობს მონაწილეობას ამაში, პრობლემა არ არის, ხო? საბაზისო, საკვლევო, სამუშაო თასას უკვე ექნება და ეგრევე მოგცემს. იქ უკვე მე დეტალებზე მე აქეთ ვაყენებ, მე იქით ვაყენებ, მაღალი, დაბალი, ეს უკვე დეტალური სამუშაოა, მაგრამ რაღაცა მუშა ჯგუფი უნდა იყოს, ალბათ, რომელიც იმუშავებს აი ამ წინა საპროექტო სამუშაოზე. მე სწორედ გავიგე თქვენი კი ბატონო, რაღაც მუშა ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ახლა ასოციაციიდან იქნება, მერიიდან იქნება თუ სამინისტროდან იქნება, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მაგრამ მერია უნდა გადაიხადოს ამაში, გამიგე? კი ბატონო, მე აი მოქანდაკის პოზიციიდან ვიძახ, რომ აი მოქანდაკისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოქანდაკეთა ასოციაციიდან იქნება, მერიიდან თუ კულტურის სამინისტროდან. მე გითხრათ ჩემი გამოცდილებით. დღევანდელ დღეს არ არის საკმარისი იყოთ მხოლოდ გენიალური ხელოვანი. თუ თქვენი იდეების მენეჯმენტი არ იცით, წარმატების მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. ერთი წამი დავასრულებ. კი, გისმენთ. ჩემ მოსაზრებას რომ მეგობრულად გიხსნით. საერთაშორისო გამოცდილებით. ჩვენ შეიძლება რაღაც ნაწილში დაგეხმაროთ ესეთ შრომა არის, როგორც თქვენთვის და თუ ჩვენ გვექნება ფინანსურად ამის შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. მაგრამ თქვენ იმაზეც უნდა იფიქროთ, რომ შეიძლება მონაწილეობა შემდგომში მიიღოთ საზღვარგარეთ. არავინ არ გააკეთებს თქვენი იდეების მენეჯმენტს თქვენს გარდა. ამიტომ ზოგადად უნივერსიტეტების ხელოვნების სფეროში, არქიტექტურის, დიზაინის სფეროში პრობლემა სწავლისას არის მენეჯმენტის არ სწავლა. ალბათ ეს ადრე არ იყო აუცილებელი, მაგრამ მე როდესაც თავის დროზე საფრანგეთში სასწავლებლად წავედი, თუ რამე ვისწავლე, არანაირი იდეები არ ვისწავლე ჩემი იდეების მენეჯმენტი. თუ თქვენ არ გეცოდინებათ ელემენტარულად პრეზენტაციის გაკეთება, ძალიან გაგიჭირდებათ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ, იმიტომ რომ არავინ არ დაჯდება და თქვენს იდეებს არ გადაიტანს ისე რომ იყოს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, ჟიურისთვის გასაგები. ამიტომ ჩვენ კი რაღაც დონეზე თუ ფინანსური საშუალება გვექნება, შეიძლება თუნდაც თავიდან მოგეხმაროთ გვერდში დაგიდგეთ, როგორ ხდება პრეზენტაციების გაკეთება, რა უნდა იცოდეთ თუნდაც პროგრამები, რომ თქვენი იდეა არა მარტო დაუშვათ რეალურად პატარა მინი ქანდაკება გააკეთოთ, არამედ თუნდაც რაღაც კომპიუტერული ვერსია გააკეთოთ. შეიძლება აი ესენი რა უნდა იცოდეთ, როგორ დგება, სწორად როგორ წარადგინოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დაგეხმაროთ, მაგრამ სოფლიო მასშტაბზე ვერ გახვალთ. და აქაც, ამიტომ შეიძლება ჩატარდეს მასტერკლასები, რომ თუნდაც ამ მიმართულებით, აი თქვენი გენერირება როგორ უნდა მოხდეს იდეა. სოფლიოში არსებობს უამრავი გენიალური ადამიანი, მაგრამ ის იდეები იკარგება, იმიტომ რომ მათ არ იციან თავიანთი იდეის ჩამოყალიბება და სწორი პრეზენტაცია. ამიტომ შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ, რომ რაღაც მასტერკლასები გაკეთდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სწორი ფორმა, რას ვიზამთ, მნიშვნელოვანია ეფექტიც, ხო? თქვენ შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეთ, მაგრამ იმდენად არა ეფექტურად წარმოადგინოთ, რომ ჩვენ ვერ დავინახოთ. მაგრამ აი რა პროგრამები უნდა იცოდეთ, როგორ არის სწორი პრეზენტაცია, ფორმა, ხო? რაღაცა უაზრო დაწყობილი კომპიუტერში კი არა, ლამაზად, ხო? აი ეს ალბათ უნდა ისწავლოთ.
კი, აი ვიტყვი მაგაზე გაგცემთ პასუხს. თუ შეიძლება ბოდიში და ამითი ერთადერთი თამარი არ გულისხმობს რას, იცით, აუცილებელი არ არის რომ თქვენ არქიტექტურა ისწავლოთ რა, მენეჯმენტის არსებობა ნიშნავს რომ თქვენ გვერდზე ყავდეთ არქიტექტორი, იმიტომ რომ ქანდაკებას, როდესაც გინდათ ფიქრობთ კონკრეტულ სივრცეში არ არსებობს რომ არქიტექტორი არ დაგჭირდებათ. კი ბატონო. ეს არის გამორიცხული, ეს არის ერთად სამუშაო ნაწილია. ამიტომ მენეჯმენტის ნაწილი არის რომ თქვენ აუცილებლად გვერდზე არქიტექტორი ყავდეთ. ეს არის. კი ბატონო, პრეზენტაცია გააკეთეთ. მაგის თქმა მინდა ზუსტად. ეხა აი თქვენ რაც თქვით რომ თქვენი მენეჯმენტი უნდა შეგეძლოთ და თქვენი იდეის პრეზენტაცია უნდა შეგეძლოთ. მაგ ნაწილში მე მგონი ყველამ კარგად იცის რომ იმისათვის რომ ის გააკეთო რა პრეზენტაცია გააკეთო შენი პროექტის და რაღაცა ვიზუალიზაცია მოახდინო შენი რაღაცა ესკიზის სივრცეში მაგისთვის საჭიროა არქიტექტორი, გრაფიკული დიზაინერი, რაღაცა იმის მაკეტის მოდერატორი თუ როგორც იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ მივალთ იქამდე რომ რაღაც საზღვარგარეთ იმას ვიზავთ, რა ქვია, მივაწვდენთ ჩვენ იდეებს ვიღაცას, კი ბატონო, გეთანხმებით, ჩვენი თავმოსაბმელია და ამ შემთხვევაში ამას გეუბნებით, რომ ეგ ყველაფერი ვიცით, რომ არქიტექტორიც გვჭირდება, დიზაინერიც გვჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეგ გაგვიადვილებდა საქმეს, თუ რაღაცა ჯგუფი იარსებებდა, რომელსაც მიუტანდით და ჩვენს ესკიზს გავესაუბრებოდით, წეგანაც აღვნიშნე, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ეს კულტურის სამინისტროდან იქნება, მერიიდან თუ ასოციაციიდან გავესაუბრებოდით, აუხსნიდით ჩვენ, ვანახებდით ჩვენ ესკიზს და ანუ პრობლემა არ შეგვექმნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენი ნამუშევარი გაგვეტანა კონკურსზე. ნახეთ, მანდ არის ერთი პრობლემა რა. თქვენი ნამუშევარი გადის კონკურსზე, ანუ ჯერ ბიუჯეტი არ არსებობს. ანუ თქვენ თუ გინდათ რომ ესეთი ჯგუფი გამოიყენოთ, ხო, რაღაც თანხა იქნება გადასახდელი, ხო, ვისაც არ უნდა დაუკვეთო. ანუ ეს პრობლემაა. მე მგონია რომ თვითონ კომისიაში ახლა ჩვენ რა ესკიზებსაც ვიღებთ, არ არის იქ დიდი სირთულე ისეთი, რომ აუცილებელი რაღაცა დამხმარე ხალხი დაგჭირდეს რა. ანუ ერთი რომ ესკიზი რაღაცა მასშტაბში უნდა გაკეთებული კონდეს, იმის ფოტომასალას აკეთებ და რეალურად ფოტოშოპით სვავ რეალურ სივრცეში, ხო? უბრალოდ თანამშრომლობა არქიტექტორთან აუცილებელია, იმიტომ რომ ეს თუ არ დავინახე, მე მაგალითად არქიტექტორი ვარ კომისიაში, მე ეგრევე ვხვდები, რომ ამას საერთოდ არ უფიქრია სივრცეზე, გესმის? კი ბატონო. ხო, ამიტომ თუ თქვენ ლაპარაკობთ უკვე მერე კონკრეტულ პროექტირებაზე, სადაც უკვე გამარჯვებული ხარ და ბიუჯეტიც გაჩნდა, არ მაგაზე არ ვლაპარაკობ, მონაწილეობის მიღებაზე ვლაპარაკობ. მანდ პრობლემაა თქვენაზში, ის პრობლემაა, რომ ვინ გაგიკეთებთ უფასოდ. არა, მაგაზე არ ვამბობ, რომ ვიღაცა უფასოდ, აი, როდესაც თქვენ დასვით ესე საკითხი, რომ რითი შეგვიძლია გაგიადვილოთ ეს რა ქვია? კი, ეს გეთახმებით, ესეთი. ამიტომ გითხარით, თორე რა, უფასოდ და ვიღაც რომ მოქანდა იმის როგორც ჩემი ესკიზი ღირს რაღაცა ჩემი გაწეული შრომა ღირს თანხა ასევე არქიტექტორისაც და იმისაც ეგ ყველაფერი ცნობილია ხა მაგაზე საუბარი. რასაც ამბობთ ასოციაციებმა უნდა შექმნან ეს რაღაცა ვირთვი თქვენი დასახმარებელი, რომელიც აბსოლუტურად გეთახმებით პრობლემა არ არის. გელა ბოდიში, იცი რა, კიდევ არის ესეთი თემა, თქვენ ვიღაცას თქვათ მიუტანთ თქვენს ესკიზს და ის უნდა დაждდეს და თქვათ ის ან რენდერში გადაიყვანოს, ან რაღაცა გრაფიკულ დიზაინი დაამუშავოს, ის ვერ გააკეთებს, თუ თქვენ არ დაადექით თავზე და თქვენ არ ახართ ჩართული ამ პროცესში. ჩვენს გარეშე როგორ უნდა გააკეთოს? ამიტომ იმ პროგრამებს, რომელზეც ახლა ალბათ საუბრობთ, თქვენ ეს პროგრამები ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, თქვენ უნდა გქონდეთ ეს ათვისებული. მეორე მომენტი არის მაგაში ვერ დაგეთანხმებით, რომ მე სარენდერო პროგრამები უნდა ვიცოდე და იმისათვის, რომ იმაში მივიღო მონაწილეობა. არ უნდა მჭირდებოდეს. არა, არ შეიძლება ეგრე არ გჭირდებოდეთ. მეორე თემა. სხვადასხვა ტიპის კონკურსები არსებობს. მაგალითად, მე ჩამიტარებია კონკურსი, სადაც წინასწარ მონაწილეებისთვის ასე ვთქვათ, გამზადებულ პაკეტად მიმიწოდებია ტოპოგეგმა, ვთქვათ, მორფოლოგიური რუკა, როგორი იყო ის, რელიეფი როგორი იყო, ის როგორი იყო, იმის დამიხედ, რომ იქ დამდგარიყო სკულპტურა. ეს არსებობს უკვე, როდესაც კომისია მომზადებულია, რომ აი ამ კონკრეტულ ძეგლს დგამს, ან ამ ადგილას დგამს ძეგლს, ის გარკვეულ მასალას თქვენ გაწვდით, რომელიც მე გიადვილებთ ზომას, მასშტაბს, იმაღლეს, სიგანთ ყველაფერს, მაგრამ
არის კიდე ერთი მომენტი, როდესაც თქვენ ამ შემთხვევაში გინდათ რომ შემსრულებელი იპოვოთ თქვენი იდეის. ამ შემთხვევაში კომპიუტერულ ტექნოლოგიაში გადატანის. ეს თვითონ კომისიას შეუძლია და ამ შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე ვამბობდი ხელოვნებაში, კულტურაში რა არის? პროფესიულ ასოციაციებზე და პროფესიულ კავშირებზე დაყრდნობით. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დაქირავებული ისეთი რაღაცა ეს თვითონ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კონკურსისვე ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომ მერია, როდესაც აცხადებს კონკურსს, დაუკვეთოს სიტყვაზე თასას და უთხრას, რომ აი ეს პროგრამები რო შემოვა ესკიზები, თუ საჭირო იქნება, ეს ესკიზები უნდა იმ მოთხოვნაში შესაბამისად იყოს მერე წარმოდგენილი კონკურსზე განსახილველად, რაც არის ჩადებული მოთხოვნაში, მაგრამ ეს არის იდეალური ვარიანტი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ და აუცილებელი ეს არის იდეალური თქო, აუცილებელია რომ თქვენ თვითონ იცოდეთ რა გინდათ, თქვენ თუ არ უკარნახეთ იმ ადამიანს როგორანაირად და არც არის მართლა რა რენდერებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, ოცნებაა რომ კომისიაზე გამოვიდეს რენდერი იმ წუთში მიხვდები სივრცეს და რაღაცას. ფოტომონტაჟი არის ისე დონეზე გაკეთებული, რასაც აკეთებს ახლა ნებისმიერი ბავშვი, რომელიც IT-ს სწავლობს, კი ბატონო, შეიძლება უბრალოდ დაბალ კლასში კიდე. კი ბატონო, შეიძლება რაღაც ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, რაც არ შეესაბამება რეალობას. ოღონდ მინდა რომ გადავიდე თავარ პრობლემაზე. უბრალოდ მართლა კარგად მინდა გაიაზროთ, არა მარტო თქვენ, ალბათ თქვენს მეგობრებსაც იგივე აზრი აქვს, რომ რატომ გჭირდებათ ამის სწავლება. გასაგებია, გეთანხმებით, მაგამ ბავშვი, გეთანხმებით, მაგაზე პრობლემა არ არის. ანუ უკაცრავად, მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. არავინ არ იძახის, რომ რაღაც არ უნდა უწოდო. რაც მეტი მეცოდინება და რაც მეტი ამის რაღაც ნიუანსი მეცოდინება, მე თვითონ შემიძლია რომ გავაკეთო ეს, ჩემთვის უკეთესი არის, მაგრამ მან არის საუბარი ერთ მნიშვნელოვან რაღაცაზე. აი მაგალითად თასა, ხო? თასა ნუ ფაქტობრივად შეძლო ისეთი რაღაცა, რაც კაი ხნის განმავლობაში ვერ განახორციელა ვერავინ, რომ ამდენი მოქანდაკე შეკრებოდა, ყოველ შემთხვევაში ფონი გაირკვა, ვინ კიდე არის აქტიური მოქანდაკე, ხო? ან უკვე შეიქმნა რაღაცა ბაზა და სია არის, ყოველ შემთხვევაში იმ ხალხი, ვისაც მაგალითად ტენდერი თუ რო გამოცხადება სადღაც კონკურსი, რომ ამ ხალხთან ინფორმაცია უნდა მოვიდეს. რა ვიცი, მე პირადად ისეთი ადამიანი, რომ შეიძლება ვარ აქტიური Facebook-ზე რაღაცა ვნახო, მაგრამ ეხა აჩიკო საერთოდ არც Facebook-ი არ აქვს და საერთოდ ტელეფონს გავარ და გონი საკონტაქტო არაფერი არ, მაგრამ სხვა რაღაცაზეა კიდე აქ ლაპარაკი. როცა მიდის ლაპარაკი, რომ მე აი ეს რაღაცები უნდა წარვადგინო, რაღაცები უნდა მოვიტანო, ყოველ შემთხვევაში მერიის პასუხისმგებლობაში ისაკითხი უნდა დავაყენოთ, რომ მაგალითად თასა, აი მაგალითად ავიღოთ მაგალითად, რა თასამ უნდა მოვიდეს რაღაც, აი სანამ მერიაში წარსდგება ის პროექტი, უნდა მოვიდეს აქ რედაქტირება, აქ ვიღაცამ უნდა გაუკეთო, ვიღაცამ უნდა შეასწოროს თუ არავარი. ეგ არის ყველაზე ლოგიკური და ეგ პირველ რიგში ეგ არის გასაკეთებელი, გინდა იმ ფოტოშოპში, გინდა იქ, რომ მერიასთან რა შეექმნეს პრობლემები. ეგ ახლა ამაზე ბევრი სალაპარაკო არა, ეგ ესე უნდა იყოს. მე ხარ არის ლაპარაკი, რომ ასეთ შემთხვევაში კონკურსს აქვს სამდივნო, რომელიც ახერხებს სელექციას შემოსული პროექტების, რომელიც შესაბამისად მე მაგალითად ქონდა კონკურსი გაეროს ფოიეში უნდა დამდგარიყო რაღაცა საქართველოს სახელით სკულპტურა, თემა იყო არ ვახსოვს ზუსტად რა იყო, ვებხვის ტყავოსანის თემა, რაღაცა თემატიკა იყო, ვარში სხვა თემატიკა შემოვიდა, ოღონდ კონკურსში შემოეტანათ. ანუ ასეთ შემთხვევაში არსებობს სამდივნო კონკურსის, რომელიც ახარვეზებს ან რაღაცა მას შვება, რა ქვია, სელექციას აკეთებს პროექტების ისე, რომ ვთქვათ, რომელიღაცას რაღაცა კიდე დამატებით ჭირდება და ის უნდა შემოეტანოს, ან რომელიღაცა სრულიად ხარვეზდება. აი თასა სხვა თემაა ამ შემთხვევაში რა. თვითონ დამკვეთი, ვინც იქნება, იმან უნდა განსაზღვროს ის, რაც შემოდის მასალა. ის მასალა პასუხობს კონკურსს თუ არა. თუ საკონკურსო პირობებს არ პასუხობს, ვერავინ ვერ უშველის იმას, ის ხარვეზდება. ხო, ეგ ცხადია, ამაზე არავინ არ დაობს. მე მაგ ერთადერთი აი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც უნდა განვიხილოთ, ეგ არის, ანუ პირველი ახლა რაზეც ვილაპარაკეთ, რომ კარგი ესკიზი თუ მოვა, მაგალითად რაღაც ესეთ ბიუროკრატიული პრობლემის გამო ის სიიდან არ უნდა ამოვარდეს. ეგ არის, რაც მაგალითად რაზეც პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა. და მეორე რაც არის ყველაზე მთავარი, რაზეც მართლა უნდა დავფიქრდეთ და გავანალიზოთ, ეს არის აი გამოცხადდა ბიუროკრატიული პრობლემა. აი მაგალითად აი რაღაცა რადგან აი მაგალითად ახლა ჩემ პირად მაგალითს მოვიყვან რა. ახლა ქონდა გასაკეთებელი პორტრეტი. პორტრეტის გააკეთებას გთხოვენ, გვეუბნებიან რომ გააკეთეთ ესკიზიო, ფოტოშოპში გაუკეთე ესკიზი და ახლა მეუბნები რომ პატარა თავის გამოგვიძერწეო, მე იმას გადაუღე ფოტო და ის ჩამისვი იმაშიო, რა ქვია, ფოტოშოპშიო და ის მომიტანეო და ნუ ხდება ახლა აბსურდულ რაღაც
ხო, რაღაც აბსურდულ რაღაც თემებთან მიდიოდა ლაპარაკი, მეთქი ჯერ ერთი ასე არ კეთდება, მეთქი შეიძლება გამოუძერწო, მეთქი, მაგრამ თუ გამოუძერწე, შეგიძლია იქ შემისწორო რაღაც ანიქ თუ რაღაც და მერე ჩამოიცხას და ნუ დიდხანს მიდიოდა ეგ ამბავი. ახლა კონკურსში ჩამონათვალი ხომ იქნება თავიდანვე ხო და არ იყო ეგეთი რაღაც. ხო, ანუ ჩვენზე არ არის ამ ჩვენზე არ გა, თქვენთან არ რაღაც ეგ ხო და ისეთ რაღაცებზეა ლაპარაკი, რომ შეიძლება რა შევთავაზოთ, იცით, ისე ვიძახი რა. რაღაცა ტიპიური ნიმუში შევიმუშაოთ, როგორი შეიძლება იყოს ის ორი ფურცელი, ასე ვთქვათ, რა საკონკურსო რა, რომელსაც ყველას ეწოდინება რა. კი. კი, აი აბსოლუტურად აუცილებელი გეგმა რა იყოს. გეგმა ჭრილი და რაღაც ზომების დაწერა და всё, ნიმუში. ანუ რაღაცნაირად შემუშავდეს ნიმუში და ის შეთავაზდეს, რომ ეს იყოს ხო, ყველამ თავის გემოზე რო არ გააკეთოს და რაღაც საერთო ფონი კონდეს. საქმე რაშია, იცით რომ აი ეს მოდი ესე ვთქვათ, სწორედ შეკრებილი დოკუმენტაცია ან არასწორედ შეკრებილი დოკუმენტაცია კომისიამდე არ მოდის. ამას სამდივნო ცხრილავს. სამდივნოში ზიან ალბათ არაპროფესიონალები, მოდი ესე ვთქვათ. ისინი უყურებენ, ეს არის პლუსი, ეს არის პლუსი, ეს არის მინუსი და ცხრილავს. ხო და შეიძლება ამ დროს კარგი ესკიზი დავუკარგოთ. ჩვენ უნდა ჩვენ თავზე ავიღოთ თქვენთან ერთად, რომ ჩამოყალიბდეს ნიმუში, ანუ რაღაც ჩამონათვალი, რაღაც სწორი სტრუქტურა, რა უნდა მოითხოვოს ხელოვანისგან და დასაწყისშიც ბოლოშიც და ასე შემდეგ და ეს იყოს ყველასთვის ცნობილი. ეს უნდა იყოს მერის საიტზეც, უნდა იყოს ტაჟჯიზეც და არ უნდა იყოს ეს და თუ საჭირო უნდა დაურეკონ და ისაც მიაწოდონ ინფორმაცია. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არა ვიღაცა იურისტის გადასაწყვეტი პლუსი დაუწეროს თუ მინუსი რა. კი ბატონო და მეორე ყველაზე მთავარი რა. აი როგორ ახსნა. ხო არის ადამიანი, რომელიც ყოველთვე მუშაობდა თავის საქმეს აკეთებს და ამაში იღებს ხელფასს, ხო? აი მე მაგალითად გამომიცხადა კონკურსი, ხო? აი ტენდერია, რაღაც გამოცხადა კონკურსი, რომ რაღაც ერთ თვეში უნდა გავაკეთო რაღაც ესკიზი. ანუ მე რო იმ ესკიზს ვაკეთებ, მე ამ დროს რეალურად მუშაობ, ხო? ანუ მე ხა ვაკეთებ რაღაცა ესკიზს, მე ვერ დავიწყებ მაგალითად პარალელურად რაღაც სამუშაოზე მუშაობას, ხო? ვერ წავალ რაღაც ოფიციალურ სამუშაოზე, ხო? მე თლიანი დრო უნდა დავუთმო რაღაც ესკიზის კეთებას. ანუ რაღაც გარკვეული დრო მე რეალურად მუშაობ, მე შეიძლება მივიტანო ესკიზი და ეს ესკიზი აღარ დამიფასო. ნუ აი ვერ გავიდა რა, მითხრან. ანუ ვერ გაიმარჯვა და ანუ რა გამოდის მე ჩემი ერთი თვე დავკარგე ვიმუშავე ჩემი პროფესიულ ჩემი სამუშაო ისაა რომ მე აქ უნდა გავაკეთო და ეგ არ მიფასდება და რეალურად ეხა დავამთავრ იმაში რომ კონკურსში ცოტა ნამუშევარია და დაბალი დონია არის პრობლემა ეს რომ ის მოქანდაკე ამ ესკიზის კესთების დროს ვერ თulis რომ ის მაგის სამუშაო არის ხო ამისთვის ნახეთ ახალი რაღაცა გვინდა შევთავაზოთ მერიას რომ მაგის გამოსავალი არის ერთი ანუ მარტო ერთი კი არ იყოს გამარჯვებული იყოს რამოდენიმე ანუ ხო მონაწილეს აუნაზღაურდეს მუშაობა შევალთ ესეთი წინადადებით რომ მაგალითად გაიმარჯვა ერთმა მაგრამ მეორე ადგილი და მესამე ადგილი დაჯილდოვდეს რაღაცა იმითი ბიუჯეტით გესმით რაღაცა ეს არის გამოსავალი ხა ყველას ვერ დააჯილდოვებ, მაგრამ არა, რას ვიგეთ წინასწარ არავინ არ მოგცემს, უბრალოდ აი ეს გამოცდილება, რაც თქვენ გაქვთ, აბსოლუტურად გვესმის და მერია თანახმა ამაზეც ჩვეულებრივად პრობლემა არაა, რომ ეს გამოხოცოს. ეს მეორე ხო, უცბად ვიტყვილე. ძალიან თქვი არჩილ რაღაცა. ხო, აი მეორე და მესამე ადგილს ეცოდინება, რომ ის ბოლოში კი არ არის, ანუ სადღაც არის ცოტა არ იყო და შემდეგში სტიმული ექნება. ჩვენ ძალიან დრო ცოტა გვაქვს რეგლამენტს გადავაჭარბეთ და კიდე ორი რაღაც პუნქტია ისეთ ძალიან მოკლედ სათქმელი და აუცილებელი რა. მე ვიტყვი ორ სიტყვას ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მართლა ახალგაზრდები ჩაერთეთ და ყოჩახ დიდი მადლობა მაგისთვის იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება ენერგია და ახალგაზრდებს რა და ენერგია ბევრი აქვს და ეს არის მთავარი დღეს ჩვენთვის. მეორე მინდა გითხრათ რომ მართლა 30 წელია ინგრევა სისტემა რომელიც დგამდა ქანდაკებებს. ანუ იყო სისტემა რომელიც ქანდაკებებს დგამდა. გახსოვთ თქვენ იყო უზარმაზარი კავშირი, იყო სამხატვრო ფონდი, იყო შესაბამისი საწარმო კომბინატი და მთელი სისტემა, ასე იგი მართველი ნომენკლატურიდან დაწყებული, ცეკას მდივნიდან დაწყებული, ანუ უმაღლესი მართველობის რგოლიდან დაწყებული, ბოლო ჩამომსხმელამდე კი არა, დამლაგებლამდე იყო დაფინანსებული და გააზრებული მთელი ინდუსტრია. მან შედიოდა კონკურსების მენეჯმენტიც რა თქმა უნდა და ზოგადად მთელი საქმიანობა. 30 წელია ეს სისტემა ინგრევა და დღეს ჩვენი მცდელობა არის რომ რაღაცნაირად ამ გრევას
დაუპირისპირდეთ და შევეწინააღმდეგოთ და პირიქით აღშენებლობისკენ გადავიტანოთ. ჩვენი ასოციაციის საქმიანობაზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას, მათთვის ვინც არ იცის და ეხლა ხანს შემოგვიერთდა, რომ რამდენიმე წელია დაახლოებით ესე 5 თუ 6 წელია ჩვენ მერიაში მყავს წარმოდგენილი ორივე კომისიაში წევრები, ორ-ორი წევრი. შეძლების დაგვარად როტაციას ვაკეთებთ ამ წევრებისა. შეძლების დაგვარად ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან რთულია პასუხისგებლობის აღება ერთი მხრივ და მეორე მხრივ შესაბამისად მოცალეობა, რომ ამ კომისიაში იმუშაო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ არ იცის როგორ გააკეთოს. ჩვენ დავიწყეთ ამის კეთება, რამდენჯერმე ვცადეთ, რომ პირველი, მეორე, მესამე ადგილი ყოფილიყო და ნარმანიას დროს თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ, მაგრამ შემდეგ მერი შეიცვალა და თლიანად შეიცვალა მთელი მენეჯმენტი, რაც არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მიღწევები დასაფიქსირებელია და პირიქით უნდა დააფიქსირო და შემდეგი ნაბიჯი გადადგა. ეხლა რამდენი წელი გავიდა, ხო? 4 წელი გავიდა, რაც დღევანდელი მერია და ძლივს შევაკოწიწეთ, ისევ დაუბრუნდით იმ რაღაცა საბაზისო თემაზე და წელს აი ბატონ ანდრია ბასილაესთან რამდენიმე შეხვედრა ქონდა, კომუნიკაცია ქონდა იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში მოქანდაკეებს უჭირს და შენი ჭირიმე რა, 5 კონკურსია და მოდი რა ისე გააკეთე, რომ ამ ხალხმა მიიღოს მონაწილეობა ყველამ და სამუშაოები მიიღონ. დღესაც არ არის კონტრაქტები გაფორმებული. კონტრაქტები არ არის გაფორმებული მოქანდაკეებთან. გესმით რა შეესაქმე? მიკროფონი გინდა? ხო და ერთი წამი რაღაც თქმა მინდა. რისი თქმა მინდა, იცით ადამიანებს მეგობრებო, რომ დღევანდელი მცდელობა, რომ დავიწყოთ საკონკურსო პირობების მოწესრიგება, არის დასაწყისი. ჩვენ ვილაპარაკეთ რამოდენიმე ადგილზე, ვილაპარაკეთ ორდონიან კონკურსზე, იმიტომ რომ არ შეიძლება რა, თუ კონკურსი დაფინანსდება და ფულადი ჯილდოები იქნება დაუშვათ 10 ადგილისთვის, მაშინ ვიღაც ყველა მიიღებს მონაწილეობას და შეიძლება იქ არეულობა მოხდეს. ამიტომ უნდა მოხდეს ნამუშევრების გაცხრილვა კვალიფიციური დონის მისაღებად, ხო? ასევე მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელზეც ბატონებმა ისაუბრეს. ასევე მონიტორინგის საქმე, რომელზეც ისაუბრებენ და მესამე პუნქტად ეს არის სწორედ ამ მოხსენებაში. ანუ ჩვენ მე ისე თქმა მინდა და მთავარი რა არის რა, რომ ჩვენი ასოციაცია ნელ-ნელა ხდება ის ორგოლი, ის ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს მოქანდაკეებს და მათ სურვილებს ნომენკლატურამდე მიიტანს. ჩვენ ვსწავლობთ დღეს, აი ყველას გაგვიჭირდა დღეს ქალბატონი თამარის მოხსენების მოსმენა. იმიტომ რომ ასე გონია რომ ვიცით ეს ძველი შუა საუკუნეების ქანდაკება, ვიცით ეს რელიეფები, ხო ვიცით არა, მე ბევრმა მითხრა რომ აუ ეს ხო ვიციო და რა. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. უნდა ხელოვნებათმცოდნეებმა ისწავლონ ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენ მათთან ურთიერთობა, მათი მოსმენა უნდა ვისწავლოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ასევე უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა სამთავრობო ორგანოებთან. ზის ადამიანი არჩეულია ამ თანამდებობაზე და სერიოზულ მენეჯმენტს აკეთებს 2 მილიონიანი ქალაქის და რაღაც 9 მილიარდი ლარი აქვს ბიუჯეტი. აბა მაგის მენეჯმენტის გაკეთება რა ვარია, ხო? იმასთან ჩვენ მოქანდაკეებმა უნდა ვიცოდეთ ურთიერთობა, როგორ ველაპარაკოთ იმის ინტერესებში რა შედეს. იქ ზიან იურისტები, რომლებიც აი ესე რაც ბექამ თქვა რა, რომ კარგი ნამუშევარი არ გადის, იმიტომ რომ რაღაცა იქ დოკუმენტაციაში არასწორი. ის იურისტია, შენ იმ იურისტის ენის გაგება უნდა შეგეძლოს. უნდა მიხვდე, რომ ისიც ადამიანია, იმასაც ხელფასი აქვს, იმასაც თავის პრობლემები აქვს და არ გაგიშვა, იმიტომ რომ გაეშვი ვიღაცა შემოწმებელი მოვიდოდა და ეტყოდა, რომ შენ კანონი დაარღვია და წადი სამსახურიდან და დარჩი ლუკმის გარეშე. ანუ ამაზე ყველაფერზე არის საფიქრალი და ასაშენებელია ეს. ეს არის მოსაწესრიგებელი. დასანგრევი კი არ არის, პირიქით უნდა ჩვენ ყველას, ვინც აი ამ ჩვენი ფორუმის იდეა რა არის, რომ ვინც კი ვართ აი ამ ქანდაკების გარშემო, ყველას ინტერესის გათვალისწინებით უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც დაბადებს ქანდაკებებს, დაბადებს ხელოვნების ნიმუშებს რა. გელაკთ ხო შემდეგ ეგ გადადი რა.
ბოდიში აი ერთსაც ვიტყვი თუ შეიძლება აი ერთ პრობლემას რაც დასაწყისში რო დავიწყე ამ პრობლემებზე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა ამ დოკუმენტაციის იმასთან დაკავშირებით, საკითხთან დაკავშირებით და ეგ რა ვიცი, აი ყველაზე ნაკლები პრობლემაა ალბათ რა, ეხლა თქვენც ესე იმას ქენთ გამოეხმაურეთ მაგას, მართლა არ არის რაღაც დიდი საოცარი პრობლემა, უბრალოდ ესე მინდოდა დამიფიქსირებინა, რომ თუ უფრო მარტივი იქნება მოქანდაკისთვის, მივესალმებით და ეხლა რაღაცა საშინელი სიტუაცია იმაშიც არ არის. ეგრე არ მინდა რომ გამომივიდეს რა, რომ ეგ რაღაც ძირითადი პრობლემაა. ეხლა მინდა შევეხოთ ძირითადი პრობლემას, რასაც ხედავ მე კონკრეტულად ამ კონკურსებთან დაკავშირებით. და ეს არის კონკურსის ჟიურიში მოქანდაკეების ნაკლებობა და ხანდახან საერთოდ არ არსებობა რა. და ერთს დავამატებ კიდე რომ ძალიან ესეთი უხერხული სიტუაცია იქნება ხოლმე და რაღაცა უსამართლობის განცდაც რჩება ხოლმე რომ ჩატარდა კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებული და ამა თუ იმ ქანდაკებამ, აი მის ოპონენტებზე რა, ასე ვთქვათ, რაღაც სხვა კონკურსის იმეებზე, რა ქვია, ნიმუშებზე, სხვა მოქანდაკეების ნიმუშებზე, რითი მიანიჭეს ამ ქანდაკებას უპირატესობა, რა მხატვრული ღირებულება აქვს ამ კონკრეტულ ნამუშევარს გამარჯვებულს ისეთი რაც არ აქვს სხვას და ან რამე მოხსენებასავით რო გაკეთდეს ამ ჟიურის მხრიდან ან რაღაც რომ მოეწყოს ისეთი საღამო სადაც დავსვავთ ამ კითხვას და ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ რასაც იძახით რომ დაბალია ეს დონე მანდ შეგეძლებათ დაფიქსირება მაგაზრის რომ ამ კონკრეტულ იმაზე რა ქვია კონკურსზე იყო დაბალი დონე და რატო იყო ეს დაბალი დონე და რა ვიცი აი მაგ თემაზე საუბარი და უფრო მეტი კონტაქტი იქნებოდა მოქანდაკეებსა და ჟიურის წევრებს შორის. მოდის გიხდით. რეალურად ჩვენ ეხა გადავედით მეორე საკითხზე უკვე, იმიტომ რომ რეალურად კომისიის მუშაობის პრობლემებზე ვლაპარაკობთ რა. აქ არის გეთახმებით რამოდენიმე პრობლემა. არაერთი არის მაგალითად უნდობლობის პრობლემა კომისიის რა. მეორე არის თვითონ როგორ ავართ დაკომპლექტებული კომისიის წევრები რა. ნახეთ როგორ არის ეხა რეალურად არის 12 კომისიის წევრია და აქედან 6 არის მერიის წარმომადგენელი და 6 არის მოწვეული რა ვქო ასოციაციებიდან, აკადემია და ასე შემდეგ რა წევრები. მაგრამ რო განიხილო თვითონ სპეციფიკა როგორია თვითონ კომისიის ყველა პროფესიის წევრი გჭირდება რომ გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად მუნიციპალიტეტიდან არის ხალხი რომელიც მაგალითად არის ურბანისტი, მაგალითად არის ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი, ხელოვნებაცოდნია და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდანაც ეს რაღაცა მე აბსოლუტურად გეთახმებით რომ აუცილებელი პირობაა რომ უშუალოდ მოქანდაკე და არქიტექტორი ისევ იქო არ ორივე ერთად ასაჭირო აუცილებელი პირობაა, მაგრამ ეს არ ითხოვს იმას რომ უმეტესობა იყოს ესეთი. ამიტომ ჩვენ გვინდა ესეთი რაღაც საკითხი დავაყენოთ რომ მინიმუმ 1 ან 2 წარმომადგენელი არქიტექტურის და მოქანდაკის ეს არის აუცილებელი პირობა. მაგრამ სხვები არ იყვნენ, ეს არ შეიძლება. არ იყვნენ არ ვამბობ, უბრალოდ აი ესეთ რაღაცას ვამბობ რომ კი ბატონო. მე ისე კი ბატონო. ხო, ანუ როგორი საკითხია იცით რომ და ამ შემთხვევაში როგორ რაღაცა გამოდის, ცით, აი მაგალითად ასოციაციას, მაგალითად ჩვენ ასოციაციას რა, რამდენი ადგილიც აქვს ჩვენ ასოციაციამ, იმიტომ რომ სხვებზე პასუხისგებლობა მაგალითად ჩვენ არ აქვს, ხო? ასევე იტყვის თამარიც თავისთავად. ჩვენ წარვადგინეთ ერთი არქიტექტორი, ერთი მოქანდაკე. ნახეთ როგორ სიტუაცია, ანუ ჩვენ რა რესურსიც მოგცეს, ორივე კადრი მივიყვანეთ რა. სხვა მაგალითად სხვებს მაგალითად დიზაინერი აუცილებელია ხო ხელოვნებაცოდნე კიდია იქ რაღაც წარმომადგენლები რომელიც თქვა შეუძლიათ რომ მოქანდაკე მოიყვანონ მაგრამ არ მოყავთ და არქიტექტორი მოყავთ მხატვარი კომისიაში ანუ მაგ პრობლემას ჩვენ ვერაფერს ანუ ეგ პრობლემა ეგრე იქნება თუ პრობლემა არის უბრალოდ აუცილებელი დასაყენებელი მაგალითად ჩვენ ესე ვფიქრობთ რომ თუ მაგალითად არქიტექტორი არ იქნება აი მაგალითად რომ გამოვიდა არქიტექტორი ხო და სხვებს არ ყავთ შემოყვანილი არქიტექტორი კომისიაში აუცილებლად რაღაცა ჩვენ უნდა დავახმაროთ ანუ რა და რაღაცნაირად ეს უნდა გაკონტროლდეს რა რომ ეს აუცილებელი პირობა იყოს მე ესე მგონია რომ კომისია უნდა იყოს რასაც თქვენ ამბობ ხე ამ გეთანხმებით რომ არქიტექტორიც უნდა იყოს, იქ დიზაინერიც უნდა იყოს, მენეჯერიც უნდა იყოს, ფინანსისტიც უნდა იყოს და იურისტიც უნდა იყოს. კი ბატონო, მაგრამ უშუალოდ ესკიზის არჩევასთან დაკავშირებით, როდესაც მიდგება საქმე,
აი მაგ კომისიაში კარგი იქნება თუ მოქანდაკეები იქნებიან და უშუალოდ და საგნის მცოდნე კი ბატონო და თან ამასთან ერთად რომ არიან ეს მოქანდაკეები თქვა თუ არიან არ ვიცი ეხა კომისიის იმებს რომ გადავხედავთ ხოლმე ძალიან არის ხოლმე აი მე რაზეც გითხარით რომ უნივერსიტეტში ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში თქო მოქანდაკე საერთოდ არც ერთი არ იყო იქ კომისიაში და ის რა ქვია რისი თქმა მინდა რომ თუნდაც იყოს თქვათ და როგორც თქვენ ახსენით რომ ორი კადრი შეგვილია და შევიყვანეთ ეს ორი ჩვენი კადრი ასოციაციიდან ერთი მოქანდაკე ერთი არქიტექტორი კარგი იქნება თუ ეს მოქანდაკე და არქიტექტორი მერე საკუთარ თავზე აიღებენ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რასაც დასვავენ შემდეგ მოქანდაკეები. ეს უკვე მეორე თემაა, ჯერ ეხლა გადავედით მეორე თემაზე. ერთი შეკითხვა მაქვს რა, რას გულისხმობთ თქვენ დარგის მცოდნე? ხელოვნებაცოდნე არ გადის დარგის მცოდნე? კი, ასევე გადის ხელოვნებაცოდნეც, კი. ამ შემთხვევაში ხელოვნებაცოდნეები არიან ბევრი სხვა ჩვენს მოდენი. მე მგონია რომ ხელოვნებაცოდნე კიდე უფრო ფართო ცნებაა ვიდრე მე არ ვიცი თქვენ რა კონკურსზე ლაპარაკობთ მე მაგალითად ანუ თქვენ რას მეუბნებით სადაც უმრავლესობა არიან მოქანდაკეები უმრავლესობა ან კონკურსებზე რომლებიც ტარდება უმრავლესობა ჟიურის წევრების არიან მოქანდაკეები მაგას იცახე კონკურსი არა აბა იქ ხო გასაგებია, გასაგები. რა ვიცი, აი იმას ვქნათ, რა ქვია. ხო, მე რა ქვია სახელი ბუდუს. აჩიკო, ხო. მოკლედ პრობლემა გასაგებია აბსოლუტურად და მოყვებით უბრალოდ სხვა არიან, ანუ სხვებიც არიან, რომელიც ამას წვიტავენ და თუ მაინც იმაზე მეტი მოქანდაკე გვინდა ვიდრე იქ არსებობს სხვა ასოციაციებმა, რომელმაც უნდა წარადგინონ ეს მოქანდაკეები. იმიტომ ჩვენ მეტი რესურსი არ გვაქვს. ხვდებით რას გეუბნები. ჩვენ ასოციაცია თუ ლაპარაკი. აი ეს მეორე ნაწილიც რაც თქვი რომ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა რომ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი. ნახეთ, ჩვენ იმის გარდა მეორე სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია რომ დობის ფაქტორი რაღაცნაირად გავზარდოთ კომისიის. ამისთვისაც აი რაღაცნაირად წინადადება გვაქვს ესეთი საერთო რომელიც გვინდა რომ მერიას მივაწოდოთ რომ თუ თქვათ ეხლა 51%-ით ხდება არჩევა რამე კანდიდატების ხო? ანუ რეალურად რაღაც ნახევარზეა კომისიის წევრები და ერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ეს პრაქტიკაც რაღაცა მგონია რომ უფრო არ არის სწორი და ამიტომ გვინდა რომ პროცენტი გავზარდოთ. ანუ კანდიდატება ისეთი აირჩეს რომ უმეტესობა წევრს კონდეს ხო 70%-იანი უმეტესობით, იმიტომ რომ არ მოხდეს რაღაცა ისინი რა მეტი ნდობისთვის 70% ეხა კომისიის წევრებში რომ 70% მოიწონებს ამას მე მგონი უფრო მეტი ის არის რა. კი, ეგ ერთი და მეორე აი კონკურსები ტარდება შეთავაზება გვინდა. ეხლა რაც შეიძლება იმ რასაც ხო პასუხისგებლობაზე რაც შეეხება პასუხისგებლობას ყველა კომისიის წევრი ყოველ შემთხვევაში მე 4 წელია რაზეც კომისიაში მიმიღია მონაწილეობა ყველაზე ბოლოში ვწერ ჩემ აზრს რატომ რისთვის როგორ და როდის ანუ ყველა ჩემ პასუხზე რომ უარყოფითია ეს თუ თავი შევიკავე თუ დადებითია მე იქ ვწერ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ალბათ არ ვიცი თუ ეს საჯაროა თუ არ არის ვერ გეტყვი აი არ ვიცი საჯაროა თუ არ არის საჯარო და საჯარო რო იყოს ან გავხადოთ საჯარო კარგი იქნება ვინც გაიმარჯვა ანუ იქ უკვე გამოდის რომ კომისიის 70%-მა მიცა ხმა იმას ამაზე დავწეროთ რატო გაიმარჯვა ამ კონკრეტულმა იმ ეხლა ვინ წააგო იმაზე დაწერა აბსოლუტური სიგიჟეა რა აჩიკო კიდე ერთი რაღაც მინდათ გაიაზროთ რა ჩვენ ყველა კომისიის წევრი თუ თქვენ ხარჯავთ დროს რომ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ არანაკლებ დროს ხარჯავთ ამ კონკურსების ასე თუ ისე შექმნაში და ის რომ არსებობდეს ეს ჩვენი დროც არ ფინანსდება, ესეც მინდა გაიაზროთ. და პასუხისგებლობებზე როცა საუბრობთ, ანუ მივხვდით, ანუ ჩვენ მაქსიმუმს და ერთადერთი მიზანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მოქმედი ხელოვნები ვართ და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ამის გარდა, თუ რამე მიზანი არის ამ დროის დახარჯვის, არის რომ უბრალოდ რაღაცაში დაგეხმაროთ და რაღაცა კარგი გაკეთდეს. ესეც მინდა რომ გაიაზროთ. ყველასთან ბოდიში არავის სიტყვა აღარ ეძლევა, ეხლა გელა ამთავრებს და გვაგდებენ დარბაზიდან.
ზვიად, მოდი შენ. ერთ რამეს ვიტყვი რა. ანუ მეგობრებო, როგორც მე ვატყობ, ერთის მხრივ კომისიის წევრები მზად ხართ თანამშრომლობისთვის, მეორე მხრივ მოქანდაკეები მზად არიანო მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, ხო? შესაბამისად, მოდით რაღაც უფრო შედეგზე ორიენტირებულ ქმედებაზე რომ გადავიდეთ. აი შესაძლებელია რომ რაიმე დოკუმენტი შეიქმნას, თქვათ, კომისიის მხრიდან. მე რა ფორმით შეუძლიათ მოქანდაკეებმა ამ დოკუმენტში, ასე ვთქვათ, შეიტანონ თავისი აზრები. აი რაღაცა კონკრეტიკაზე რომ მივიდეთ. აი ზუსტად ლაპარაკი ამაზე არის, ანუ ჩვენ ეს სამი საკითხი, იმიტომ ჩამოვწერეთ ესე. ალო. ხო. სამი საკითხი, იმიტომ ჩამოვწერეთ, რომ რეალურად ამაზე გვინდა თქვენი აზრის მოსმენა. ეხლა ორი საკითხი რეალურად გავიარეთ, ბარემ მესამეს ძალიან მალე ვიტყვი. და მე რაღაცნაირად შევთანხმდეთ, რომ დოკუმენტი რაღაცნაირად შედგეს, ეს წაიკითხოთ თუ რამე რაღაც შენიშვნები გაქვთ, გავითვალისწინებთ და პრობლემა არ არის, ანუ რაღაცა საერთო დოკუმენტი მივიღოთ. მესამე საკითხი არის ზუსტად იმის მერე რაც უკვე კონკურსი გაიარა და გამოავლინა გამარჯვებული, ამის მერეც არის პრობლემები რა. ანუ როგორც კი გამოვლინდა გამარჯვებული, ამის მერე განხორციელების დროს ხდება რაღაცა. მე ხლა ძალიან მალე ვიტყვი კონკრეტულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა. ანუ არის გასაკონტროლებელი ეს პროცესიც. მასაც მენეჯერობა ჭირდება და საბუთების მომზადება, მიღება ჩაბარებისთვის მერიაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მერიას ვთავაზობთ ამ მესამე საკითხზეც თანამშრომლობას. ამას რაღაცნაირად გავწერთ ხო ზვიად და რაღაცნაირად შევთავაზებთ, რომ თქვენს მონაწილეობა მიიღოთ, როგორი თანამშრომლობაა მერიასთან ეს. და ერთადერთი რითიც მინდა დავამთავრო, ბოდიში უკვე რაღაცა აღარაა. რეალურად ერთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ასოციაციას რა. ახალციხეში ჩატარდა რაღაცა კონკურსი, სადაც აი ესეთი სრულყოფილი მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალიტეტთან ერთად რა. და რეალურად შედეგი რაღაცნაირად მივიღეთ. ერთი ქანდაკება უკვე დგას, მეორე მალე გაიხსნება რა. და რეალურად იქაც დანახული პრობლემებით რაღაცა სერიოზული საფუძველია იმისი, რომ კაი დოკუმენტაცია შეიქმნეს აი ამ შესათავაზებელი მერიასთან რა. და დავიდექით გვერდზე რა. დიდი სიამოვნებით მივიღეთ თქვენ. ჩვენ შევეცდებით რაღაცა დოკუმენტის დრაფტი შევქნათ, ალბათ დაიდება ეს საიტზე თუ როგორ იქნება დაეგზავნება და თქვენი აზრი ყველასი იქნება შეჯამდება შემდგომ და საბოლოო ვერსია შეეთავაზება მერიას. სხვანაირად ჩვენ ამ საქმეს ვერ დავძრავთ ადგილიდან, გამორიცხულია. და ბოლო-ბოლო აი პატიცემულ ადამიანს ღრმად პატიცემ ჩემს მიმართ რო არ მივცეთ ალბათ ცემს. ისმე უპირველეს ყოვლისა არის მის მინდა მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დასაწყისი მონისება როგორც დავარქვათ, მაგრამ უმთავრესი მგონია ესე რომ ვთქვათ კულუარები რომ გამოვიტანო, კულუარში საუბრები, ანუ მოქანდაკეების ოცნება რაც არის ის რომ დიფერენცირებული უნდა იყოს ყოველგვარი ეს დადგმები, აღარ ვიცი, ძეგლი უწოდო ქანდაკება თუ არტ ფორმა. აი ნახეთ როგორ არის პატარა ექსკურსი ისტორიაზე რა. ყველა დროში, ყველა ეპოქაში ქანდაკებას დიდი როლი ჰქონდა. ეს დამტკიცდა კიდევ გერმანულ ფაშიზმში, საბჭოთა კავშირში და როგორი დიდი გავლენა აქვს, ხო? ნუ შუა საუკუნეების იტალია რო აღარ ვთქვი. იქ ნუ ესთეტიკა იყო უფრო. ანუ ეს ნიშნულოვანი საკითხი, როგორც არის ქანდაკების დადგმა. მე მგონია რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს მეტი, ასე ვთქვათ, დაკვირვების თუ შეფობით თუ როგორც არის. ხო, აი ნახეთ როგორ არის. ჩვენ ვერ ვანსხვავებთ ძეგლს და ქანდაკებას, ვერ ვანსხვავებთ არტ ფორმას, ვერ ვანსხვავებთ ურბანულ გარემოში სივრცული კომპოზიციის დადგმას. აი ესეთი დიფერენცირება თუ მოხდება, კი არა და უნდა მოხდეს და სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული. მე ადრე სადღაც თქვი უბრალოდ გპ-ის ფაკულტეტზე არქიტექტორებთან, რომ როდესაც შენდება კომპლექსი, ანუ შენობები, ნუ როგორ ქვია მაგას, ერთი უბანი ხო, არქიტექტურული. იქ რომ პარკები ხო არ გათვალისწინებული, რომ
გათვალისწინებული იყოს კიდევ ხარჯი დიდი არ იქნება რაიმე art ფორმა. ანუ მხატვრული ღირებულების მნიშვნელოვანი, თუნდაც არამნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში ამას წინასწარ ვერ გამსაზღვრობთ. ნუ კომისია დაადგენს ამას. ანუ art ფორმა მივხვდით და კიდევ ახლა თქვენ კომისიებზე და იმაზე რომ საუბრობდით წარდგენებზე უნდა იყოს ადგილი სადაც მოქანდაკე გააკეთებს პროექტს შეიტანს და იმას განიხილავენ და დაიდგმება ან არ დაიდგმება. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. ხვდებით? ანუ როგორ არის რაღაცა ორგანიზაცია თუ არ ვიცი რა ქვია, კომისია, რომელიც მუდმივად ღია წერილებისთვის. ხვდებით? სადაც მოქანდაკე აკეთებს პაკეტს, ანუ პროექტისას, უშვებს და ამას განიხილავენ. ხვდებით? ეს არის ცოცხალი იდეების, ასე ვთქვათ, განხილვა მუდმივად რა და ბანკი. აი ესეთი თუ მოხდება, მე მგონი ყველა დამეთანხმება. თქვენ თემასაც გავაგრძელებ და როგორც დიზაინერთა კავშირის ხელმძღვანელი მინდა ახალგაზრდებს და ზოგადად მოქანდაკეებს ესეთი რაღაც შემოგთავაზოთ. ჩვენ ორგანიზაციას ყავს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც არის მწარმოებელი ქვისგან და მეტალისგან სხვადასხვა ნაკეთობების. არ ვიცი ეს ძალიან იდეის დონეზე დამებადა, მაგრამ შესაძლებელია თქვენ თუნდაც კონკურსში წარსადგენად მცირე რაოდენობის მასალა, რომელიც გჭირდებათ, ეს იქნება მეტალი, ქვა თუ სხვა, ჩვენი დახმარებით, დიზაინერთა კავშირის დახმარებით, ამ კომპანიებს თავისი სახელისთვისაც ისე შეგიფუთავთ, რომ კარგი იქნება, რომ ამ კომპანიებისგან ეს მასალა მოგაწოდოთ უსასყიდლოდ. ამიტომ იფიქრეთ ამაზე, თუ გჭირდებათ ასეთი რაღაც მარმარილო, ქვა, ანუ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, რომ ამით დაგიდგეთ გვერდში, ლამაზად შევფუთოთ, რომ მათთვისაც ძალიან კარგი იყოს და ამაზე იფიქრეთ, მოგწერეთ, დიზაინერთა კავშირს აქვს სოციალური გვერდი, ბატონო, სოციალური გვერდი, მომწერეთ, დავამუშავებ ახლა დამებადა ეს აზრი და მინდა კიდე იფიქროთ ერთ რაღაცაზე. ანუ სკულპტურა არა მარტო урბანულია, არამედ შესაძლებელია შეიქმნას ინტერიერისთვისაც. საქართველოს დიზაინერთა კავშირს ყავს ძალიან ბევრი შემდგარი, ძალიან სერიოზული ინტერიერის დიზაინერები. თუ თქვენ ესკიზის დონეზე მაინც, ან თუნდაც აი ამ საშუალების გამოყენებით, რომელიც მე ახლა გიხსენეთ, თქვენ რაღაც ნამუშევრების ბაზას შექმნით, იდეების დონეზე, იქნება ეს ბარელიეფი, იქნება ეს რაღაც აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც შეიძლება ინტერიერში დაიდგეს. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, რომ ჩვენ ეს შევთავაზოთ ჩვენს დამკვეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს იქნება საინტერესო, ძალიან ბევრი დამკვეთი არსებობს, რომელსაც აინტერესებს მსგავსი ღირებული სკულპტურის, ნამუშევრის, რაღაც აბსტრაქტულის, თქვენი იდეებს ველოდები, მოკლედ თქვენგან რაც შეიძლება ინტერიერში გამოვიყენოთ და ჩვენ ინტერიერის დიზაინერებს მიეწოდებათ თქვენზე ინფორმაცია და ჩვენ მათ გამოვიყენებთ ჩვენ ინტერიერებში და ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ მოთხოვნადი გახდეს თქვენი ნამუშევრები და გაყიდვადი. საკმაოდ სერიოზულ თანხად. ესე იგი თქვა, აი ეს თემა ზუსტად ხვალინდელი განხილვის საგანიც იქნება, ვანდა მუჯირი იქნება მოდერატორი ამ თემის და მოწვეული არიან სხვა დიზაინერებიც, გალერისტები, ლანდშაფტის დიზაინერები, რომლებიც აი სწორედ ამ თემას გააგრძელებენ და დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის. მაბადეთ, მაგრამ თუ გაჩნდება მოთხოვნილება, დამერწმუნეთ, რომ ბაზარიც გაივსება. როგორც დიზაინერთა კავშირის ხელმძღვანელი და როგორც აქტიური დიზაინერი, ამიტომ ვამბობ ამას, რომ ამის მოთხოვნა არსებობს. შემიძლია მასალებიც მოგაწოდოთ, ველოდები თქვენგან იდეებს მოგვაწოდეთ, მაგრამ იდეები მოგვაწოდეთ უკვე არასწორი, იცით რა. თქვენ უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, შემკვეთი. გამიგეთ? მოთხოვნილება თუ არ არის, არაფერი არ გაჩნდება იდეა. სანამ კონკრეტულ პროექტამდე მივალ, კონკრეტულ პროექტში რა მჭირდება რომ გავაკეთო. ნახეთ როგორ არის. დამკვეთს, როდესაც მე ვთავაზობ თქვენს ინტერიერში რაღაც ფიქრობ, რომ აი აქ იქნება აბსტრაქტული რაღაცა მონუმენტი ძალიან საინტერესო. და ვთავაზობ ვიღაცას
პირობითად სახელდა გვარს ხომ რაღაც ნამუშევრები მსგავსი ხომ უნდა ვანახო როგორ შევთავაზო თქვენი თავი ეს პრობლემა ანუ არ არსებობს ბაზა სადაც თან სხვაგან წავედით თავარი არის ჩვენ ახლა მე მგონია საუბრობთ რომ სწორი მიმართულებები იყოს ქანდაკების დადგმისა ან მრავალმხრივი მივხვდით და ის რომ დიზაინის რაღაც ჭირდება და თან ძალიან დიზაინში გადავალთ ეგ სხვა რამეა დამჯერეთ რა არა მაგაზეც ვისაუბროთ კი ბატონო მაგაზეც ვისაუბროთ რა თქმა უნდა მაგაზეც ვისაუბროთ კი ბატონო თქვენ მე ძალიან კაი შემოთავაზებაა და ბოდის გიხდი იდეები თქვი ჰაერში და ვინც გაიგებს მე მგონია მთავრობა უნდა გაიგოს იმიტომ რომ მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული კულტურის პროპაგანდაში და ქანდაკება ერთ-ერთი უმთავრესია კულტურის პროპაგანდისა. კარგით, რა ვიცი, მე მგონი დავამთავროთ დღეს ეს ნაწილი ფორუმის და ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს დანარჩენ საქმეში. გაიხარით. მადლობა. დიდი მადლობა. აქტივეთ